რა შეგვეძლო და რა უნდა გაგვეკეთებინა უკრაინის დასახმარებლად. არა, ომში არ უნდა ჩართულიყავით. ეს კრემლში მოგონილი ბოდოა, რომელსაც წარმატებით აჭმევენ ივანიშვილის პროპაგანდისტები საქართველოს მოსახლეობის ომის შიშით მოწყვლად ნაწილს. ყველაფერს რო თავი დავანებოთ, ომში რო ჩაერთო ჯარი უნდა ყავდეს. ივანიშვილის ხელისუფლებამ ბოლო 12 წლის მანძილზე გააჩანაგა საქართველოში იარაღებული ძალები. ჩვენ გვყავს მხოლოდ რამოდენიმე ათასი ფორმიანი ადამიანი, რომელსაც არ აქვს საკმარისი იარაღი, ტყვია წამალი თუ მომზადება. ჩვენ არც რაიმე იარაღი უნდა მიგვეწოდებინა უკრაინისათვის, იმიტომ რომ როგორც თქვი, ჩვენ თვითონაც ფაქტობრივად არაფერი გვაქვს და ამის მიწოდებაც ხარაკირი იქნებოდა ჩვენთვის. ჩვენ არც ვაჭრობა უნდა შეგვეწყვეტა რუსეთთან, იმიტომ რომ ეს რუსეთს ფაქტობრივად არანაირ ზიანს არ მიაყენებდა, მაგრამ მძიმე დარტყმა იქნებოდა ჩვენი ეკონომიკისათვის. არც ისეთი რადიკალურები უნდა ყოფილიყავით ჩვენ განცხადებებს, როგორც კეთების ფუფუნებაც ბალტიის ქვეყნებს აქვს, რომლებიც დაცულად გრძნობენ თავს ნატოს ქოლგის ქვეშ. ჩვენ შეგვეძლო გაგვეკეთებინა მხოლოდ ორი რამ. პირველი, დაგვეცა იმ სანქციების აღსრულება, რომლებსაც უკვე რეალურად მიერთებული ვართ. და საქართველოს არ გამხდარიყო ტრანზიტული ქვეყანა რუსეთში ორმაგი დანიშნულების ტვირთების შესატანად. იცით რომ საქართველოსთან ვითომ ყირგიზეთში ბოლო 3 წლის მანძილზე რამდენიმე 100% გაიზარდა საყოფაცხოვრებო ტექნიკის ექსპორტი, რომლის ჩიპებსა და ძრავებს რუსები იმ უპილოტო საფრენი აპარატების თუ რაკეტების ასაწყობად იყენებენ, რომელიც საბოლოოდ უკრაინელ ხალხს აცვივა და კლავს. და კი, დღეს უკრაინელი ხალხი, როგორც ეს ჩვენმა დედაქალაქის მერმა თქვა, ჭირისუფალია. ხოდა როგორი ქართველობა თუ ღირსება ჭირისუფლის დაცინვა და ნიშნის მოგებით საკუთარ ქვეყანაში ბანერების გადმოფენა და იმის თქმა, რომ ჩემი შვილი ცოცხალია, შენი კი მკვდარი. იშ ჩვენ სწორი პოლიტიკისა და მართლობის შემთხვევაში შეგვიძლია როგორც მშვიდობის, ისე ღირსებისა და თავისუფლების შენარჩუნება. მაგრამ მენიუში, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმი გვაჭმევს, მხოლოდ მშვიდობა, ისიც ყიფე, რომელსაც სულ უფრო მეტად და მეტად ერევა საკუთარი ხალხის სისხლის გემო.